ცეცხლს რაც უფრო მეტ შეუკეთებ, უფრო მეტად აღიგზნება ეს ცეცხლი, უფრო მეტად აინთება და უფრო მეტ შეშას მოითხოვს. მაგრამ რაც უფრო მოაკლებ იმას, კიდევ უფრო მეტად მინაულდება და ჩაქრება საბოლოოდ. ადამიანშიც ესეა უნება. რაც უფრო თავს შეიკავებ რაღაცისგან, უფრო ნელ-ნელა ჩაქრება ეს უნება. ყველა უნება ესეა, გინდა ვერცხლის მოყარეობის, გინდა ნაყროვანების, გინდა ლოთობის, გინდა ნარკომანიის, გინდა აზარტული თამაშების და სხვა. რაც უფრო მოერიდები, ჩაქრება და რომ ჩაქრება, შენ მიხვდები, რომ აი მაშინ ხარ ბედნიერი. მაშინ ხარ მოსვენებული. მაშინ კი არა, როცა ამ უნების დაცხრომაზე ფიქრობდი, რომ აი დაგეკმაყოფილებინა ეს უნება, ეს არ დაკმაყოფილდება. ამას როგორც იტყვიან, დიდი მუცელი აქვს, ეს არ დაკმაყოფილდება. არა, დაკმაყოფილდება მაშინ ადამიანი, როდესაც ამ უნებას მოიცილებს. იმიტომ რომ ეს უნებაა, რომელიც ადამიანს სიმშვიდეს აკარგვინებს, რომელიც ბედნიერების განცდას აკარგვინებს. და საშუალება, რითიც ადამიანმა უნდა იბრძოლოს ამ უნების წინააღმდეგ, ეს არის სინანული. ეს არის სახარებისეული მცნებებით ცხოვრების მცდელობა. ეს არის წმინდა მამათა ნაწერების კითხვა. ეს არის ხშირი ზიარება. და ამით ადამიანი ნელ-ნელა გათავისუფლდება თითოეული უნებისაგან. იმიტომ რომ ეკლესიური ცხოვრება სწორედ ამას გულისხმობს, რომ ადამიანი უნებებისაგან გათავისუფლდეს. და ადამიანი, როდესაც უნებებისაგან გათავისუფლდება, ის მწუხარებებისგანაც გათავისუფლდება. საქმე ამაში, ის მწუხარებებისგანაც გათავისუფლდება. იმიტომ რომ ჩვენში მწუხარებას იწვევს სწორედ ის დაუკმაყოფილებელი უნება. რაღაცა გინდა და არა გაქვს. და თუ არ გინდა, მაშინ რაღა გამწუხრებს. თუ მადლობელი ხარ ღმერთისა იმის გამო, რაც გაქვს, შენ აღარ გამწუხრებს უკვე ის. და ხარ ბედნიერი.